ილამშვიდობის კიდევ ერთხელ ახალ ამბებს 10 საათზე მოამბის გუნდთან ერთად მე ლიზა ციკლაური გაგაცნობთ. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს დუშეთში დილიდან. წვიმის შედეგად ღამით ჩამოწოლილი მეწყერის გამოდროებით შეჩერებული იყო მოძრაობა. ადგილზე მუშაობს მოამბის გადამღები ჯგუფიც და ნიკა მოლოდინაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ნიკა, სად იმყოფები ამ წუთებში და რა ვითარებაა რეგიონში? ლიზა, წუხანდელი გადაუღებელი კოკისპირული წვიმის შედეგად დუშეთის რაიონში შემავალი დაახლოებით 15 სოფელი არის მნიშვნელოვნად დაზარალებული, განსაკუთრებით საუბარი არის ჭოპორტის თემში შემავალ სოფლებზე, ასევე ლაფანანტკარის თემში შემავალ სოფლებზე, როგორც მხარის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა არის ზემო ბულაჩაურში. თქვენ კადრშიც ხედავთ, რომ საკმაოდ დიდი მასა არის ქვაღორღის ჩამოტანილი გადაუღებელი წვიმის შედეგად მთიდან და ხევებიდან წამოსულმა ქვაღორღმა, როგორც საავტომობილო გზები დაკეტა, ასევე რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევარდა და დაფარული არის ასევე საცხოვრებელი სახლის ეზოები, ესეთი მასით, რომელიც წუხანდელი წვიმის შედეგად წამოვიდა, როგორც მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, მთელი ღამის განმავლობაში და დღეს დილიდან მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები, ასევე მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იყო მობილიზებული როგორც სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობდა დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა ჭოპორტის თემში, სოფელ ბულაჩაურში, აქ სადაც ვიმყოფებით. მთლიანად გზა იყო ჩაკეტილი, მოწყვეტილი იყო ეს მხარე. მთელი ღამის მუშაობის შედეგად გაიხსნა გზა. ხედავთ, რომ ჩამონატანია და რამოდენიმე ოჯახს შეუვარდა. გავწმინდეთ ამ ეტაპზე აღარ ემუქრება მოსახლეობა საშიშროება. გზა ყველგან გამვლადია, პირველადი სამუშაოები რაც იყო საჭირო ხევებში და გზის გახსნასთან დაკავშირებით დასრულებულია. ეხლა როგორც კი ზარალის დამცველი კომისია დაასრულებს სრულად თავის სამუშაოს, მას მერე უკვე განახლდება სამუშაოები და მთლიან აღმოფხვრაზე უკვე დავიწყებთ პირობას. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მთელი ღამის განმავლობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში საკმაოდ ძლიერი წვიმა იყო, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი დაიტბორა. როგორც ადგილობრივებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, მთიდან წამოსული ღორღის და ასეთი მასშტაბები მათ ახსოვთ ბოლოს, როდესაც 1948 წელს მოხდა მსგავსი შემთხვევა, მას შემდეგ ასეთი მასშტაბური ნიაღვარი და ღვარცოფი მათ ამ სოფელში არ ახსოვთ. ჩვენ სახლიდან ჩამოგვივიდა ჭერიდან წყალი, იმას ვეზიდებოდი ვედრებით და რა ვიცი რაღაც არაფერებოდი, რომ სახლი არ გამშიყო. არ ვიცი, მოვიხეთ, მე ხმა მოვიდა ისეთი იმისთანა რა არის, ეს ჭიდელა გამოგარდა, ეს აქეთ ეს ამბავი მომხდა. სახლშია შემოვალილი 1940 წელს იყო ეგეთი ამბავი. რა ღირსია ხოჩან კიდევაც რა. რაც შეეხება ზარალს, ამ დროისთვის, როგორც მხარის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, შექმნილი არის სპეციალური კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს წინასწარი მონაცემები სავარაუდოდ ზარალი რამდენიმე მილიონს შეადგენს. მადლობა, ნიკა მოლოდინაშვილი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში დუშეთის რაიონიდან.